ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში დღეს პარტიასთან არსებული ქალთა ორგანიზაცია შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანს პოლიტიკურ სპექტრში ქალების გააქტიურება და რეგიონში დაგროვილი სოციალური პრობლემების მოგვარებაში მათი ჩართვა წარმოადგენს. ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე პარტიის წევრი მანანა ილურიძე იქნება. ორგანიზაციის ოფიციალურ დაფუძნებას ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე და პარტიის ლიდერი აჭარაში ლევან ვარშალომიძე დაესწრო. ჩვენ ვფიქრობთ გავაძლიეროთ ეს ფრთა ჩვენს პარტიაში. ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ აქტივობით, ერთგულებით, მიზანდასახულობით და საზოგადოებისგანაც მოდიოდა ეს მოთხოვნა ჩვენ ელექტორატისგან. ასრთა გაცვლა გამოცვლის მიზნით შექმნილი ორგანიზაცია და იმ პრობლემების აქტუალიზაციის მიზნით, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ქალბატონები განსაკუთრებით კარგად ამჩნევენ და გრძნობენ.